არის დიზაინერი, ის ადამიანი, ვინც თავისი პროფესიით, დიზაინით რაღაცა დოულათი შექმნა, რაღაცა ბრენდი შექმნა. ლოკომოტივობა არის ძალიან რთული. პიონერი როცა ხარ ძალიან რთული არის გზის გაკვალვა. ცოტა ტიპი არის, ვინც რისკს იღებს თავის თავზე. ყოველთვის ეგ გქონდა ხოლმე რა, ანუ ადამიანთან თუ მივდიოდი წინადადებით, მივდიოდი ისეთ წინადადებით, რომ მისთვისაც საინტერესო ყოფილიყო. ეს რა თვისება არის? გარიგება, მარტო სამხრივად ინტერესი ვერ გამოყვა რა. ზვიად ციკოლია, დიზაინერი, კონსტრუქტორი, ინოვატორი და ციკოლიას ბრენდის დამფუძნებელი. ქართული ინდუსტრიული დიზაინის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა. კაცი, რომელმაც შექმნა თანამედროვე საქართველოს სიმბოლოდ ქცეული ბრენდი. შემჯობია რომ დიზაინი ჩავა. შიში არასდროს არ მქონდა რაღაც ახალი პროექტი და რაღაც ამოცნობა დავიწყო. პირიქით ეგ სიამოვნო, საკუთარ თავზე დავიწყო. სერიოზულად მუშაობდა, თუ როგორ უნდა ისაუბრო, როგორ უნდა წარსდგე, როგორ უნდა ადგე და წამოხვიდე. მივხვდი იმას, რომ სხვაზე მუშაობა აღარ მინდა. საათების მიმართ ყოველთვის მქონდა რაღაც შინაგანი სიყვარული. გადავწყვიტე, რომ ამ საათების წარმოებას გავცნობოდი. შენი ბრენდი ჩემთვის არის თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი სიმბოლო. პრაქტიკულად ეს არის ქართული დიზაინის სახლი. გვინდა რომ ვიცნობდნენ. ახ და შენი ოცნება არავისზე აღარ მუშაობ. ახ და ჩემი ოცნება აღარავისზე აღარ მუშაობ.